საღამომშვიდობისა, მოგესალმებით. ვიწყებთ ჩვენს მორიგ პირდაპირ ჩართვას პლატფორმაზე მშობლის კივრი. მე გახლავართ თამთა სამამიშვილი, წარმოვადგენ ორგანიზაცია მაგ ჯორჯიას, ვარ ფსიქოლოგი, მაგრამ დღეს შევასრულებ ფასილიტატორის ფუნქციას. თქვენთან ერთად სიამოვნებით და დიდი ინტერესით მოვუსმენ ჩვენს დღევანდელ სტუმარს, რომელიც ყოველთვის გვესაუბრება, მე ვფიქრობ, ყოველთვის აქტუალურ თემებზე. როგორც ხედავთ, დღევანდელი ჩართვის სტუმარი გახლავთ ანა აბაშიძე, რომელსაც ალბათ იცნობს ბევრი არამარტო ჩვენი პლატფორმიდან. ანა არის ადვოკატი და ჩვენი პირდაპირ ჩართვების ფარგლებში გვესაუბრება ადამიანის უფლებებზე და საკმაოდ ბევრი ჩანაწერი დაგვიკროვდა უკვე მასთან და მის კოლეგასთან ანა არგანაშვილთან ერთად და გირჩევთ, რომ ამ ჩართვის შემდეგ აუცილებლად გადაავლოთ თვალი და დარწმუნებული ვარ, წააწყდებით აუცილებლად რაიმეს, რაც არის აქტუალური ან თქვენთვის, ან თქვენი ახლობელი ადამიანებისთვის. ანა, დღეს გვესაუბრებით ასეთ თემაზე, გონივრული მისადაგება და საპროცესო მისადაგება უფლებების დაცვის მიზნით. და ვინც ადევნებს თვალს ჩვენს პირდაპირ ჩართვებს, იცის, რომ რაღაც ტრადიცია გვაქვს, რომ პირველ რიგში გთხოვთ ხოლმე განმარტებას ამ ცნებების და ტერმინების და მოდი ახლა ასე დავიწყოთ. უბრალოდ ჩვენს მენელს ვეტყვი, რომ მე დიდი სიამოვნებით ყველა კითხვას და კომენტარს, რომელიც დაიბადება და ამ მოსმენის პროცესში წავიკითხავ და გავაჟღერებ ჩვენი ლაივის მიმდინარეობისას. თუ ვინმეს არ გსურთ ასე პირდაპირ ფორმით აქ ღიად დაწეროთ შეკითხვები, შეგიძლიათ პირადი შეტყობინების სახით გამოაგზავნოთ. შეგვიძლია დავიწყოთ, იმიტომ რომ უკვე ყავს მსმენელი. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის, ჩვენთან თანამშრომლობისთვის და გისმენთ, რომ რას ნიშნავს გონივრული მისადაგება, მოდი ამით დავიწყოთ. კი ბატონო, გამარჯობა, თამთა პირველ რიგში მივესალმები ყველას, ვინც ჩვენ გვიყურებს ან გვისმენს ახლა. და მადლობა კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ერთად ვართ და მე ვფიქრობ ვიღაცისთვის საინტერესო ინფორმაციას ვაზიარებთ. კარგი ის არის, რომ ჩვენი შეხვედრების შემდეგ მუდმივად არის კონტაქტი, ან გვირეკავენ მშობლები, ახალგაზრდები, ბავშვები, რომელსაც იმ თემასთან დაკავშირებით ან რაღაც საკითხის დაზუსტება უნდათ, ან შეიძლება ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ თურმე შეუძლიათ უფრო მეტი მოითხოვონ, ვიდრე ეგონათ უფლებრივ საკითხს გულისხმობ, რა თქმა უნდა და ეს არის ყველაზე სწორი შედეგი, რაც ჩვენ გვინდა, ხო, რომ ადამიანებმა გაიგონ რისი უფლება აქვს და მოითხოვონ. იმიტომ როგორც წინა ჩართვებში ვამბობდით ხოლმე, თუ შენს უფლებას შენ თავად არ გამოიყენებ, არავინაა უფრო მეტად დაინტერესებული, შენზე უფრო მეტად, რომ დაიცვა შენი უფლება. ამიტომ ყოველთვის ჩვენ თავად უნდა ვიყოთ ინიციატორები და მე, რა თქმა უნდა, მოვიპოვოთ ხარდამჭერები ადვოკატების თუ ვთქვათ მეგობარ ამხანაგების სახით. ანა დღეს ჩვენთან ერთად სამწუხაროდ არ არის, იმიტომ რომ არ იმყოფება საქართველოში და ამ წუთას ესე ვთქვათ მიფრინავს კონკრეტულ ადგილას, ამიტომ გადმომცა, რომ შემდეგ წარმატებები უსურვოთ ანას და ბოდიში მოგიხადათ დღევანდელი დღეს რო ვერ ესრება. თემა, რომელზეც მინდა ვილაპარაკოთ, შეიძლება ბევრი ადამიანისთვის ძალიან გაუგებარია. თუმცა გონივრული მისადაგება თითქმის უკვე ყველა მიცის შეზღუდულ შესაძლებლობასთან, ვისაც უმუშავია. ეს ტერმინი ძალიან ახლოა იმ ადამიანებისთვის, ვინც ცდილობენ საკუთარი ოჯახის წევრების, ან მეგობრების, ან თავად თუ ფლობენ შეზღუდულ შესაძლებლობას მათი უფლების დაცვას. ჩვენი სურვილია უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს, რას ნიშნავს გონივრული მისადაგება და რა თქმა უნდა, მეტი ადამიანი ნიშნავს, რომ ჩვენ არა მარტო ჩვენი უფლებებისთვის ვიბრძვით როგორც შიშემო პირები, არამედ სხვებისთვისაც შეიძლება თავად არა ვართ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები. მეორე ტერმინი, რომელიც ჩვენ ვთქვით თავშივე პროცედურული მისადაგება, ეს კი საკმაოდ ახალია. ამ სიტყვებს არა ვართ მიჩვეული, თუმცა პრაქტიკულად უმნიშვნელოვანესია და პირველ რიგში ამაზე ვეცდები, რომ უფრო მეტი დრო დავხარჯო. დეფინიციით ვიწყებთ ხოლმე თამთა ჩვენ, მაგრამ ამ გონივრულ მისადაგებას და პროცედურულ მისადაგებას არ აქვს ერთი კონკრეტული განმარტება. იმიტომ რომ ის განმარტება, რომელიც კანონში გვაქვს, არის საკმაოდ ზოგადი.
რაც ბევრ შეკითხვას ტოვებს, ამიტომ უფრო მეტი მაგალითებით ვილაპარაკოთ და მე ვთხოვ მსმენელებს, რომ მოგწერონ შეკითხვები, იმიტომ რომ თანდათან შეიძლება გავუჩნდეთ კითხვა, მაგალითად ამ და ამ ადგილას გონივრული მისადაგება ხომ არ მჭირდება შემთხვევით. ამიტომ ძალიან აქტუალური იქნება ჩვენთვის დამხმარეც თქვენი შეკითხვები და გთხოვთ, რომ მოგწეროთ შეკითხვები. კარგით, გონივრული მისადაგება მაინც რო ვთქვათ, როგორ არის განმარტებული ჩვენს კანონში და რომელ კანონში შეგვიძლია ვნახოთ, ამაზეც ვიტყვი, ეს არის ორი კანონი. ერთი, რომელიც ჩვენ უკვე კარგად ვიცით, ეს არის შეზღუდული საძლეობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონი და მეორე კანონი არის აი ანტიდისკრიმინაციულს რომ ვეძახით შემოკლებით. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი. ამ ორ კანონში ვნახავთ ამ ჩანაწერს გონივრული მისადაგების შესახებ. მარტივად რო ვთქვათ, რა არის გონივრული მისადაგება? გონივრული მისადაგებაა, როდესაც შენი უფლებებით სარგებლობისთვის აუცილებელია კონკრეტული პროგრამა იქნება, მომსახურება იქნება, რაღაც სერვისი იქნება, ცოტათი შეიცვალოს. ანუ ის კლასიკური სახე, რომელიც აქვს, არ გამოდგება ჩემთვის, ინდივიდისთვის, როგორც იმიტომ რომ შეზღუდული შესაძლებლობა ქმნის დამატებით საჭიროებებს, ეს ჩემთვის არ გამოდგება, ამიტომ მე მაქვს უფლება მოგთხოვოთ, რომ ცოტათი მოდიფიცირება გააკეთოთ. ანუ მოდით შეცვალეთ. კლასიკური მაგალითი გონივრული მისადაგების იცით რა არის? ყველამ რო ვიცით, ეს არის პანდუსი. პანდუსი არ არის მისაწვდომობის ყველაზე მაღალი ხარისხი. ჩვენ ვიცით რა მისაწვდომობა იდეალურ შემთხვევაში ეს არის ნულოვანი შესასვლელები, ანუ არც საფეხური, არც ესე ვთქვათ ბარიერი, რომელიც ძნელად გადალახვადია. თუმცა საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, ძალიან ბევრი ისტორიული შენობა, ძველი შენობა, რომლის ესე ვთქვათ კაპიტალურ გადაკეთებას ვერ ვახერხებთ, იმიტომ რომ შეიძლება საერთოდ განადგურდეს ეს შენობა, ან კიდევ ისტორიული მნიშვნელობა დაკარგოს. აქედან გამომდინარე, ადამიანები ცდილობენ პანდუსი, ყველასთვის ცნობილი პანდუსი გამოიყენონ იმისთვის, რომ შეაღწიონ შენობაში. თუმცა პანდუსი არ არის იდეალური გამოსავალი. მას რა არის? ეს არის ზუსტად ის მოფიქრებული გამოსავალი, რომელიც არის პროპორციული, რაღაც ძალიან დიდ ტვირთს არ აკისრებს უფლების რეალიზებაზე პასუხისმგებელ პირს და ამავდროულად ადამიანი შეძლებს თავის უფლებით რეალურად წარმოიდგინოთ სკოლა. სკოლა, რომელშიც ბავშვს აქვს უფლება თავისუფლად შევიდეს, გადაადგილდეს, უსაფრთხოდ გადაადგილდეს და ასე შემდეგ. თუ სკოლები აპრიორი პანდუსებს გააკეთებენ ახალი სკოლების შენებლობის დროს, ეს პრობლემური იქნება. თუმცა ძველი შენობები, რომელიც თქვათ, ნულოვანი შესასვლელით ვერ იქნება მოწყობილი, მოქალაქე ეუბნება, რომ პანდუსი გააკეთეთ. აი ზუსტად ჩვენ შეიძლება ამას პირდაპირ არ ვარქმევთ გონივრულ მისადაგებას, მაგრამ ეს არის შენობის, ამ შემთხვევაში ინფრასტრუქტურის მოდიფიცირება, ცვლილება, რაღაც სხვა გამოსავლის პოვნა, რომლითაც რაც მთავარია, მე შევძლებ განათლების უფლების რეალიზებას. შესაძლებელია გონივრული მისადაგება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში იყოს განსხვავებული. უფრო მეტიც შეიძლება ახლა ჩვენ 10 ადამიანი ვიყოთ და 10-ვეს სხვადასხვა ტიპის მოდიფიცირება დავჭირდეს იმისთვის, რომ ვისარგებლოთ კონკრეტული უფლები. გონივრული მისადაგება ჩვენ გვაძლევს ესეთ გარანტიას, რომ შენ როგორც ინდივიდი იქნები კონკრეტულად შეფასებული, ანუ რა სჭირდება ანას იმისთვის, რომ ამ უფლებით ისარგებლოს. და ჩემთვის საჭირო ესე ვთქვათ, ცვლილებებს განახორციელებს კონკრეტული ეს იქნება დაწესებულება, კონკრეტული პირი, ანუ ვინც არის პასუხისმგებელი ჩემი უფლების რეალიზებაზე. ანა, რაიმე სხვა მაგალითი კიდე რომ დავასახელოთ შეიძლება, ანუ მხოლოდ ფიზიკური გარემოს ადაპტირებას არ ეხება, ხო ეს? არა. აბსოლუტურად ყველაფერს ეხება. აი მაგალითისთვის ავიღოთ ესეთი რამ, პირობითად ადამიანები, რომლებსაც კომუნიკაციის ალტერნატიული არხი აქვთ, მაგალითად
იყენებენ ჟესტურ ენას კომუნიკაციისთვის და ეს ვიცით უკვე რომ სრული სტატუსის მქონე ენა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კანონმდებლობის დონეზე არიან ადამიანები რომლებსაც აქვთ მაგალითად სმენასთან დაკავშირებული შეზღუდული შესაძლებლობა მაგრამ არ ფლობს ჟესტურ ენას თუ ჩვენ ჟესტურ ენას ჩავთვლიდით ერთადერთ საშუალებას რომლითაც ყველა ტიპის კომუნიკაციას, ყველაფერს, არ ვიცი, ინფორმაციის მისაწვდომობას თუ სკოლაში განათლების მისაწვდომობას, მხოლოდ ჟესტური ენის უზრუნველყოფით გავაკეთებდით, ბუნებრივია დაგვრჩებოდა ადამიანები, რომლებიც ბევრნი შეიძლება არ იყვნენ და 100 მოსწავლეზე იყოს ერთი, რომელიც უბრალოდ არ ფლობს ჟესტურ ენას. კითხვა დგას ასე, აქვს თუ არა ამ ადამიანს უფლება მივიდეს აი ამ მაგალითად სკოლის თუ უნივერსიტეტის თუ არ ვიცი ნებისმიერ ადგილას სადაც მას კანონური უფლება აქვს რომ იმყოფებოდეს და სთხოვოს რომ იცით რა ჩემი შეზღუდული შესაძლებლობა ასევე მოითხოვს რომ ჟესტურ ენასთან ერთად მაგალითად იწერებოდეს ტექსტი ეკრანზე ვხედავდე ტექსტს იმიტომ რომ ჩემთვის მაგალითად ეკრანზე ამოკითხული არის ის არხი რომლითაც ყველაზე ადვილად ვიღებ ინფორმაციას. მესამე შეიძლება მივიდეს და უთხრას, რომ ეს ჩვეულებრივი ტექსტი ჩემთვის გამოუსადეგარია, იმიტომ რომ მაგალითად მე ან ჩემს შვილს აქვს ინტელექტუალური შეზღუდვა, ამიტომ გთხოვთ გაამარტივეთ ეს ტექსტი. გამოიყენეთ ძალიან მარტივი ენა. გამოიყენეთ სურათები. ანუ ნახეთ უამრავი ალტერნატივაა და ეს ალტერნატივა იმიტომ უნდა არსებობდეს რომ ადამიანების საჭიროებები განსხვავებულია. ეხლა შეიძლება ვიღაცამ მკითხოთ რომ მაშინ მისაწვდომობა და გონივრული მისადეგება რითი განსხვავდება ერთმანეთისგან. განსხვავდება პირველ რიგში ორ რამეში ძირითადად. პირველ რიგში იმით განსხვავდება რომ მისაწვდომობა არის ხალხის უფლება, ანუ ყველას უფლება. მაგალითად ყველა შენობა რო იყოს შეღწევადი, ეს კონკრეტული ინდივიდუალური შიშემო პირის უფლება კი არ არის მხოლოდ, არამედ მთელი თემის უფლება. ამიტომაც ადამიანებმა მშენებლობის დროს უნდა გაითვალისწინონ. მაგრამ, როდესაც კონკრეტული ადამიანი მიდის თუნდაც ერთი შეხედვით იდეალურად მოწყობილ შენობაში, მაგრამ აღმოაჩენს, რომ მას კიდევ აქვს დამატებითი საჭიროება, რომელიც შეიძლება ვერ გაითვალისწინონ. და ითხოვს რომ ეს ძალიან კარგია, მაგრამ აი მე კონკრეტულად კიდევ მჭირდება რაღაც, რომ გამოვიყენო ეს სივრცე. ძალიან ძნელია კონკრეტული დეფინიცია გავაკეთო ინდივიდუალ ამ გონივრული მისადაგების, იმიტომ რომ იმდენად მრავალია, რამდენი ადამიანიც არსებობს და იმდენად სხვადასხვა შეიძლება იყოს, რამდენი ადამიანიც არსებობს. პრინციპი უნდა დავამახსოვროთ, რაც თავარია. თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ხედავს რომ მისი უფლების განხორციელებას სჭირდება მისაწვდომობაზე კიდევ უფრო მეტი რამ, მას აქვს უფლება უფრო მეტი მოითხოვოს. განსხვავებით მისაწვდომობისგან, გონივრული მისადაგება როგორც წესი, კონკრეტული ადამიანის სურვილებს, საჭიროებებს ითვალისწინებს. მაშინ, როდესაც ზოგადი მისაწვდომობა ითვალისწინებს ზოგადად სურვილებს, რაც თემს შეიძლება გააჩნდეს და როგორც გითხარით, შეიძლება სწორადაც იყოს მისაწვდომობა უზრუნველყოფილი, მაგრამ მე ვერ ვისარგებლო აი ამ კონკრეტული სიკეთით. თუ არ მივცემდით ადამიანებს შესაძლებლობას, რომ მოეთხოვათ ის დამატებითი, რაც მას კონკრეტულად სახელს და გვარს სჭირდება, უბრალოდ ის ვერ ისარგებლებდა. მაგალითისთვის შეგვიძლია კიდევ ერთი რამ წარმოვიდგინოთ, მივდივართ კბილის ექიმთან. ჩვენი საყვარელი კბილის ექიმი, რომელსაც ვენდობით და რომელთანაც თავს ძალიან კარგად და მშვიდად ვგრძნობთ, გადავიდა ვთქვათ ახალ შენობაში, რომელიც მდებარეობს კორპუსში მე-10 სართულზე. თუ გნებავთ მე-5-იც იყოს ახლა ადამიანისთვის, რომელსაც გადაადგილების შეზღუდვა აქვს, რამდენიმე კიბის ბარიერია. მას აქვს უფლება გამოიყენოს ის სერვისი, რასაც ყოველთვის იყენებდა, იმ ექიმთან თვითონ აარჩიოს, ვინ იქნება მისი მკურნალი ექიმი, მაგრამ ამ კორპუსს არ აქვს ლიფტი. აი ნახეთ, ზოგადად ლიფტის დაყენება ძალიან ძვირადღირებული მისაწვდომობის თემაა.
ამიტომ სახელმწიფოს აქვს უფლება და კონკრეტულ კერძო ბიზნესს აქვს უფლება თუ მისთვის ძალიან ხარჯიანია ის, რასაც თხოვენ, უარი თქვას იმ მომენტში ამ ხარჯის გაწევაზე და რეალურად ადამიანი რჩება უფლების რეალიზების მიღმა. ზუსტად ამ დროს დაისვა შეკითხვა, ხო არ არის რაიმე სხვა გამოსავალი შესაძლებელი, როდესაც მისაწვდომობა ამ წუთიერად დღეს და ამჟამად შეუძლებელია. ამიტომ მაგალითად ასე დროს მისაწვდომობის ალტერნატიული მაგალითი შეიძლება იყოს ხელშეკრულების გაფორმება სხვა კლინიკასთან, რომელიც მისაწვდომია, პირველ სართულზეა განთავსებული და თქვენი ექიმი, რომელიც ძალიან გიყვარდა ენდობით, შესაძლებელია ხელშეკრულების საფუძველზე სწორედ იმ კლინიკაში იყოს კონკრეტულ დროს, თქვენ რომ მიიღოთ მომსახურება. ან ნახეთ, იმდენად ინდივიდუალურია ესეთი გამოსავლები, რომ გააჩნია პრობლემას. თუმცა, მთავარი რაც უნდა დავიმახსოვროთ ის არის, რომ მაქვს თუ არა უფლება ასეთი ცვლილებები მოვითხოვო. გონივრული მისადაგება გეუბნება, რომ გააქვს უფლება ასეთ ცვლილებები მოითხოვო და რეალურად ამ ცვლილებებზე უარი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ მეორე მხარე, ვისაც თხოვ, ძალიან ნათლად დაგიდასტურებთ, რომ მას ობიექტურად არ შეეძლო მსგავსი რამ გაეკეთებინა. ჩვენ ერთ-ერთი საქმე გამახსენდა, ახლა მოვიგეთ, პატარა ბიჭს ვეხმარებოდით, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონეა და მას რა, აი ნახეთ, მიდიან ბავშვები ქალაქ გარეთ, მაგალითად რაღაც კონკრეტული აქტივობებისთვის ბანაკს რო ეძახიან. წარმოვიდგინოთ, ბანაკში მიდიან ბავშვები. ზოგადი მისაწვდომობისთვის ამ ბანაკს გაუკეთებდნენ, პანდუსებს, იქნებოდა ნულოვანი, ესე ვთქვათ, შესასვლელი, იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც გასართობ, ესე ვთქვათ, ღონისძიებებში მონაწილეობდნენ, ბავშვებს დაეხმარებოდნენ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენს პატარა ბიჭს ჰქონდა კიდევ დამატებით განსხვავებული საჭიროებები. ეს დამატებითი საჭიროებები ნიშნავდა იმას, რომ ეს ბანაკი თუ ითვალისწინებდა ერთ ოთახში რამდენიმე პატარა ბავშვის ცხოვრებას, ამ ბიჭის შემთხვევაში ერთ ოთახში სხვა ბავშვებთან ერთად ის ვერ დაიძინებდა. იმიტომ რომ მას აქვს სხვა საჭიროებები, უნდა იყოს განცალკევებით და მასთან ერთად აუცილებლად უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც იცნობს, რომელიც ეხმარება მას და იმ ხარდამჭერი დავარქვათ, გნებავთ ინდივიდუალური ასისტენტი, ხო? აი ამ პროგრამას ამაზე ნაფიქრი არ ჰქონდა. ეს პრობლემას არ ქმნის, რომ ნაფიქრი არ ჰქონდა. უბრალოდ მას შემდეგ, რაც ამ ბავშვმა და მისმა მშობელმა უთხრა სკოლას, რომ აი ამ ბანაკით სარგებლობისთვის ჩემ შვილს დამატებით სჭირდება ის, რომ თქვენ განცალკევებით ოთახი გამოყოთ ჩემი შვილისთვის, თან მომცეთ უფლება, რომ ჩემ შვილთან ერთად იყოს მისი ასისტენტი, პირადი დამხმარე და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ჩემი შვილი მონაწილეობდეს აი ამ სიკეთეში. ეს არის გონივრული მისადაგება, ანუ არსებულის მოდიფიცირება. ზუსტად ამის მაგალითები არის ძალიან ბევრი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა დავიმახსოვროთ ის არის, რომ თუ თქვენ გონივრულ მისადაგებაზე უარს გეუბნებიან, ეს არის დისკრიმინაცია. ანუ დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმები არსებობს, ვიცით, ხო? არის პირდაპირი დისკრიმინაცია, ხო? არაპირდაპირი დისკრიმინაცია, შევიწროებაც დისკრიმინაციის ერთ-ერთი სახეა. კანონში ცალკეა გამოყოფილი გონივრულ მისადაგებაზე უარის თქმა, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ, შეიცვალოს ყველა პროგრამა, ყველა სერვისი, ყველა მომსახურება იმისთვის, რომ მე ვისარგებლო და თუ ამაზე უარს გვეტყვიან, ეს არის თქვენს მიმართ დისკრიმინაცია და რა თქმა უნდა, თქვენ უკვე წინა გადაცემებიდან იცით, რამდენი მექანიზმია იმისთვის, რომ თავი დაუცოთ. თუმცა მე როგორც გითხარით, ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, რაც გონივრულ მისადაგებას ახლავს, ეს არის პროპორციულობა. თუ ბუნებრივად მართლაც შეუძლებელია იმ ხარჯის, მხოლოდ ხარჯის არათან, შეიძლება პროგრამა ცვლილებას უბრალოდ შეუძლებელი იყოს ეს პროგრამა შეიცვალოს. სხვა შემთხვევაში ის გაფუჭდება, გაქრება. ან მაგალითად იმხელა ტვირთია გონივრული მისადაგების გაკეთება, რომ მაგალითად ის ბიზნესი გაქრება.
არის ასეთი შემთხვევები. მაშინ ინდივიდუალურ გონივრულ მისადაგებას ჩვენ ვეღარ ვითხოვთ. იმიტომ რომ გასაგებია, ხო, აი ბალანსია უფლებების რეალიზებას შორის და ერთი ადამიანის უფლების რეალიზებამ არ უნდა გააქროს სხვა ადამიანებისთვის შესაძლებლობა, ხო, ეს პრინციპია. მაშინ რა არის პროცედურული მისადაგება? პროცედურული მისადაგება გაცილებით დიდი გარანტიაა, თუმცა სპეციფიკა ის არის, რომ პროცედურულ მისადაგებას ჩვენ ვითხოვთ, როდესაც მართლმსაჯულების სისტემასთან გვაქვს შეხება. აი რა არის მართლმსაჯულების სისტემა? ვის როგორ ესმის, ხო, არის ფართო გაგებით და არის ვიწრო. ეხლა ყველა ალბათ რო გკითხოთ, იტყვის, რომ სასამართლო. მართალია, მართლმსაჯულების სისტემის ნაწილი არის სასამართლო. თუმცა შშმ პირის უფლება კერძოდ კონვენციის მე-13 მუხლი. ჩვენ ძალიან კარგად ზეპირად ვიცით ეს კონვენცია, ვისაც ახლა ჩვენ ველაპარაკებით. მათ ყველაზე კარგად იციან. მე-13 მუხლი ამბობს, რომ შშმ პირს აქვს უფლება მართლმსაჯულებაზე არანაირი ხელშეშლა არ არსებობდეს, გამოიყენოს ყველა სერვისი, რაც არსებობს მართლმსაჯულების, მაგრამ რა არის ეს მართლმსაჯულება? ერთი სასამართლო. მაგრამ მხოლოდ სასამართლო არა, პოლიცია, პროკურატურა და მათ შორის უფასო იურიდიული დახმარების სამსახურები. ასევე აი ციხეები, ან პენიტენციური დაწესებულება. აი ამ სფეროში თუ შშმ პირი მოხვდა, ან თქვათ შესაძლოა თავად იყოს თქვათ მართლმსაჯულების ესე ვთქვათ სკამზე, ან იყოს დაზარალებული, რა უფლებებით სარგებლობს და რა დონეზე შეუძლია მოითხოვოს. თქვენ აღმოაჩენთ, რომ თვითონ ის რასაც ითხოვს შეიძლება ძალიან გავდეს ინდივიდუალური, ეს გონივრული მისადაგების დროს მოთხოვნებს. თუმცა სხვაობა იმაშია, რომ ვერავინ ვერასდროს პროცედურულ მისადაგებაზე უარს ვერ ეტყვის შშმ პირს. ვერანაირი მიზეზი იმისა, რომ არა გვაქვს ფული, ეს ძალიან ხარჯიანია. შეიძლება არ ვიცი, გავქრეთ. ეს მიზეზები ქრება, როდესაც მართლმსაჯულების სისტემაში ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. რა შეიძლება იყოს ეს? ანუ პროცედურული მისადაგება შინაარსურად ზუსტად იგივეა, რაღაც შეცვალე, რაღაც დამატებით შემომთავაზე იმისთვის, რომ ჩემი უფლებები იყოს დაცული. მაგალითისთვის, პირი არის მაგალითად შშმ პირი დააკავეს. და ვიცით, რომ პოლიციის შენობებში არის აი რო ეძახიან დროებითი მოთავსების იზოლატორები, ხო, სადაც ადამიანი არის გარკვეული დროის განმავლობაში. აღმოჩნდა, არ გაგვიკვირდება ბევრ შენობაში ასეთი სიტუაცია, ნახეთ, რომ არ არის მისაწვდომი საპირფარეში. თუმცა ადამიანი, რომელმაც მათ შორის შშმ პირი, რომელმაც შეიძლება სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა, სახელმწიფოს ინტერესია, ხალხის ინტერესია, რომ ესეთი ადამიანი იზოლირდეს. მაშინ ანუ ერთმანეთს ედარება, ნახეთ, როგორც რაღაცა უსაფრთხოება საზოგადოების და აქეთ მხარეს არის მისაწვდომი საპირფარეში. პროცედურული მისადაგება იმდენად ძლიერი ინსტრუმენტია და პრაქტიკულად შეუზღუდავი უფლება, რომ თუ ადამიანის უზრუნველყოფა არ შეგიძლია, პატიმრი, დაკავებული პირის უზრუნველყოფა არ შეგიძლია მისაწვდომი საპირფარეშოდ, მაშინ მან უნდა დატოვოს ის ტერიტორია. ამდენად ძლია, აი მაგალითად სასამართლოში წარმოვიდგინოთ რა შეიძლება იყოს. მაგალითად ბავშვი, რომელსაც სჭირდება თარჯიმანს ვერ ვიტყოდით, ხო? აი კოგნიტურ თარჯიმანს ვამბობთ ხოლმე. ანუ ადამიანი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის მისი. შეიძლება მასთან მუშაობს, აი ხა თამთან ყველაზე კარგად ის რაზე ვლაპარაკობ. მასთან მუშაობს ბევრი ხანია. შეუძლია ზუსტად გადმოსცეს მისი სურვილები. შეუძლია ის როლი შეასრულოს, რომ ბავშვი ძალიან შვიდად იყოს ახალ გარემოში. ესეთი ადამიანები ჩვენ სისტემაში ცალკე დასაქმებულები არ არიან. უფრო მეტიც სასამართლოს ხო შეუძლია მაგალითად უცხო ქვეყნის მოქალაქე თუა გამოიძახოს თარჯიმანი, იცის, აქვს საკონტაქტო, თუ არის მასთან მაგალითად ადამიანი, რომელსაც ჟესტური ენის გამოყენება სურს, იცის და გამოიძახებს ასეთ ადამიანს, მაგრამ არ არის საკმარისი თარჯიმნის, თუნდაც ჟესტური ენის თარჯიმნის არსებობა იმისთვის, რომ ადამიანმა თავი დაიცვა სრულყოფილად. აი ზუსტად აქ შემოდის პროცედურული მისადაგების უფლება. მაგალითად, ეს პირდაპირ შეგვიძლია გადავთარგმნოთ, რომ ბავშვს აქვს უფლება მოითხოვოს მასთან ერთად იყოს
აი ესეთი მხარდამჭერი ადამიანი. და ვერც ერთი ინტერესი მათ შორის დახურული სასამართლო პროცესის, საიდუმლო საქმის განხილვის და მსგავსი, ესე ვთქვათ, დიდი ინტერესები ვერ გადაწონის. ბავშვთან უნდა იყოს ის, რომლის ფუნქციაც არის პირველ რიგში ნაკლები ზიანით ამ ბავშვს მისცეს საშუალება ჩაერთოს მის პროცესში, დაიცვას თავი, ან პირობითად დაეხმაროს სხვას. პროცედურული მისადაგების, ესე ვთქვათ, შინაარსს უწოდებენ ხოლმე პოლიტიკურ უფლებას. ეს არის პოლიტიკური უფლებები რითი განსხვავდება, ანუ რაც არ უნდა მოხდეს დედამიწაზე, ამ უფლებას ვერ შეზღუდავ და ვერ შეზღუდავ იმ არგუმენტით, რომ ვიღაცა სახელმწიფო არის ღარიბი. მაგალითად, იგივე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ შიშიმო პირთა მიმართებაში, რომელიც პოლიციის დაწესებულებაშია. აი ახლა ერთი მაგალითი. თუ ვინმე გვისმენს, რომელსაც პოლიციასთან შეხება ჰქონია, აი მათ რომ ესე ვკითხოთ ახლა თუ არის საშუალება გვიპასუხონ კომენტარის სახით, მაგრამ გამოცნობა შეგვიძლია. აი მაგალითად შიშიმო პირი, რომელთან დაკავშირებითაც რაღაც პროცესი მიმდინარეობს პოლიციაში. როდესმე მიუღიათ თუ არა საქმის მასალები ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი. დიდი ალბათობით არა. იმიტომ რომ ეს ვიცით ახლა ჩვენც მუშაობთ ამ თემაზე და პრობლემაა. ისმის შეკითხვა აქვს თუ არა ადამიანს უფლება, რომელიც ინფორმაციას იღებს ბრაილის შრიფტზე დატანილი ტექსტიდან, მოითხოვოს მთელი მასალები დაიბეჭდოს ბრაილის შრიფტით. მაგალითად, გონივრული მისადაგების დროს თუ სკოლა ან უნივერსიტეტი ეტყოდა, რომ ბოდიში, მაგრამ ბრაილის შრიფტის ყიდვა ობიექტურად არ შემიძლია, ამის ბეჭდვა, სახელმძღვანელოს დაბეჭდვა ობიექტურად არ შემიძლია და ვთქვათ, ხარჯების მაგალითს მოიყვან და აი გამოძიება და პოლიცია ამას ვერასდროს ვერ ეტყვის შიშიმო პირს. იგივე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სასამართლოში. ვთქვათ, ვეუბნებით მოსამართლეს, რომ თქვენ რასაც დაწერთ, რასაც არ ვიცი, გამოიტანთ გადაწყვეტილებას. ნებისმიერი ეს იქნება, ვთქვათ, რაღაც შუალედური გადაწყვეტილება, განაჩენი იქნება თუ ასე შემდეგ, მომაწოდე ბრაილის შრიფტით. აი ეს არის პროცედურული მისადაგების უფლება. მესამე პირი გამოვიდა, რომელსაც ბრაილის შრიფტი არ აწყობს და რეალურად უნდა, რომ ეს რთული გადაწყვეტილება, რომლის გაგება ბევრი ადამიანისთვის ძალიან ძნელია, მიიღოს მარტივ ენაზე. აი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ინტელექტუალური შეზღუდვა, გონებრივი შეფერხება, მაგრამ აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია, რომელიც მას ეხება. შეუძლია თუ არა მოითხოვოს, რომ მოსამართლეს მოთხოვოს, რომ მისი გადაწყვეტილება გამოეგზავნოს ალტერნატიული ფორმით, მაგალითად, გამარტივებულ ენაზე, მაქსიმალურად გასაგებ ენაზე. ახლა შეიძლება ვიღაცას გაეცინოს ამაზე რომ ვლაპარაკოთ, იმიტომ რომ ეს ახალი უფლება არაა, ჩვენს რეალობაში არ გამოყენებულია. მაგრამ ეს არის მართსაჯულების მისაწვდომობის მთავარი თვალკუთხედი. ვერავინ ვერ გეტყვით უარს, ასეთი ფორმით მიიღოთ თქვენ სასამართლო გადაწყვეტილებები. თუ ვიცით, რომ ეს უფლება გვაქვს და თუ ვითხოვთ გვაქვთ. კი, აი ზუსტად ეს არის, ანუ პრინციპი აქაც ერთია. ჩვენ პროფესიონალები და ბავშვის მშობლები თუ ბავშვზე ლაპარაკი, რასაც ჩათვლიან აუცილებლად იმისთვის, რომ ბავშვმა პროცესების დროს, ან სასამართლოში, პოლიციაში, პროკურატურაში თავი იგრძნოს უსაფრთხოდ, მისი ყველა უფლებები იყოს ისევე დაცული, როგორც სხვა ადამიანის, მაგრამ ხედავენ სხვადასხვა სერვისების მოთხოვნის აუცილებლობას, აი მათ უნდა დაიმახსოვრონ, რომ შეუძლიათ პროცედურული მისადაგების გამოყენებით მოითხოვონ ყველაფერი. განსხვავებით გონივრული მისადაგებისგან მათ უარს ვერ ეტყვიან. იმიტომ რომ მართსაჯულების უფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება ეს არის პოლიტიკური სამოქალაქო უფლებების ძალიან ძლიერი ნაწილი, რომელზეც უარს ჩვენ ვერავინ ვერ გვეტყვის. ხშირად გაგიგიათ ალბათ თამთა თქვენც, რომ ადამიანები სასამართლოში მარტო იმის გამო ვერ მიდიან, რომ მაგალითად მათი არ ესმის არავის, მაგალითად ჟესტურ ენის ცოდნაზე აღარაა საუბარი, ოღონდ სასამართლო პროცესის განმავლობაში კი არა. ჩვენ ხო სასამართლო შენობაში შევდივართ, იქ ერთ პროცედურას გავდივართ, უსაფრთხოების
ადგილს გავდივარ. შეიძლება მოსამართლის თანაშემწესთან მინდა საუბარი და გავიგოთ ჩემ საქმეზე რა ხდება. ეს ჩვენი უფლებაა. მაგრამ მე თუ მჭირდება ალტერნატიული კომუნიკაცია და სასამართლოში არ მხდება ეს კომუნიკაცია, შედეგი არის ერთნაირი. ან არ მივდივარ საერთოდ და საერთოდ აღარ ვარ ჩართული ჩემი საქმის განხილვაში, ან მეორე მივდივარ და რეალურად ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვიღებ. ამ დროს პროცედურული მისადაგება ამ ადამიანს აძლევს უფლებას მოითხოვოს, რომ მიეწოდოს ყველა ტიპის დოკუმენტი, ყველა ტიპის განახლებული ინფორმაცია იმ ფორმით, რომელიც მას სჭირდება და არა იმ ფორმით, რაც კლასიკურად არსებობს. აი ეს ძალიან ძლიერი უფლებაა და მეორეს მხრივ რო გითხრათ ხარვეზი კანონმდებლობის ჩვენ რაც გვაქვს არის ის, რომ თუ გონივრულ მისადაგებაზე უარი არის დისკრიმინაცია და ეს ყველა უკვე ვიცით, პროცედურულ მისადაგებაზე უარს არ ცნობს ჩვენი კანონმდებლობა. არ წერია არსად, რომ ადამიანს მართლმსაჯულების უფლების და ესე ვთქვათ, სამართლიანი სასამართლოს უფლების დროს აქვს პროცედურული მისადაგების უფლება. და თუ ამაზე ვინმე უარს გეტყვით, ეს ჩაითვლება დისკრიმინაციად. თუმცა ძალიან არ უნდა მოვიწყინოთ, იმიტომ რომ ჩვენ უკვე კარგად ვიცით, რომ ქართულ კანონმდებლობაში თუ რამ არ წერია, მაგრამ წერია კონვენციაში, შეგვიძლია პირდაპირ გამოვიყენოთ კონვენცია. ყოველი ჩართვის დროს ამას ხაზს ამას შევიმეორებთ, ბიბლიასავით უნდა გვახსოვდეს ეს ამბები, ასე რომ რა თქმა უნდა ჯობია რომ კანონმდებლობა შეიცვალოს, დაემატოს, დაიხვეწოს, მაგრამ ეს კონკრეტულ ინდივიდს არ აძლევს პესიმიზმის, ესე ვთქვათ, საფუძველს, რომ არ მოითხოვოს ის, რაც მას აუცილებლად სჭირდება. იგივე თემები შეიძლება ჩვენ განვიხილოთ შეზღუდული სტატუსის მქონე პირზე, რომელიც არის პატიმრობაში, უკვე პენტენციურ დაწესებულებაში. ეს ხო განსაკუთრებული ჯგუფია, ხო? ჩვენ შეიძლება ხო გვისმენს ადამიანი, რომელსაც ოჯახის წევრი ან ნათესავი ყავს საპატიმრო დაწესებულებაში, რომელიც ასევე არის შეზღუდული შესაძლებლობით. რა თქმა უნდა, კონვენციის ყველა უფლებით სარგებლობს პატიმარი შეზღუდული სტატუსის მქონე პირები და მათთან მიმართებაში ზუსტად ისეთი სტანდარტით უნდა იყოს დაცული ყველა უფლება, როგორც ადამიანებისა, რომელსაც კანონთან კონფლიქტი არ აქვს. იმიტომ რომ ეს კონვენცია არის ყველასთვის სიკეთე და ყველამ უნდა ისარგებლოს მიუხედავად მათი მდგომარეობისა, სტატუსისა და ასე შემდეგ. ამიტომ მათაც ვეტყვით, რომ შეიძლება ციხის პირობებში იყოს რაღაც აუცილებელი, მოითხოვონ იმისთვის, რომ მათი ოჯახის წევრი ან უბრალოდ ნაცნობი შიშემო პირი თავს გრძნობდეს უსაფრთხოდ და მისი უფლებები ბოლომდე იყოს დაცული. უნდა მოითხოვონ ზუსტადად ან გონივრული მისადაგების გზით, ან თუ ვთქვათ, სამართლებრივ პროცესს ეხება, ეს არის პროცედურული მისადაგება. და აი როგორ უნდა მოვითხოვოთ, მაგრამ ამაზეც რომ ვისაუბროთ აი კონკრეტულად. ხო, ანუ ეს ჩვეულებრივი, ესე ვთქვათ, პროცესია, როგორც ჩვენ ყველანი ვძნობთ, რომ რაღაცა არასწორი ხდება ჩვენთან დაკავშირებით და ვითხოვთ, რომ სწორად მოგვექცენ, მაგალითად ეს თუ ხდება პირობითად სკოლაში, ვწერთ განცხადებას დირექტორის სახელზე და ვეუბნებით, რომ მაგალითად ამ სკოლაში შეიცვალოს ესა და ეს იმისთვის, რომ ჩემ შვილს მიეცეს საშუალება მიიღოს განათლება. ზუსტად იგივე პროცედურაა. თუ თქვათ პატიმარზე ვსაუბრობთ, მან განცხადება უნდა დაწეროს, რა თქმა უნდა, საპატიმროს ხელმძღვანელის სახელზე. თუ სასამართლოზე ვსაუბრობთ, მოქალაქემ ეს მოთხოვნა მოსამართლეს უნდა გაუგზავნოს. თუ მაგალითად ადამიანი მაგალითად მოწმის სახით არის პოლიციის შენობაში დაბარებული, ხო? ვინც დაიბარა, ანუ გამომძიებელი, ხო? ამ გამომძიებელს უნდა მოსთხოვოს და თუ არ დაკმაყოფილდება ადამიანს ვერავინ ვერ აიძულებს მიიღოს პროცესებში მონაწილეობა, რომელიც მის უფლებებს არ უვევს. ამიტომ აქ რამე განსაკუთრებული ფორმა არ არსებობს. ჩვენ ისე როგორც გძნობთ, ვითხოვთ რა უნდა შეიცვალოს და ეს რა თქმა უნდა, ვისგანაც ვითხოვთ, მათ უნდა იცოდნენ, თავისთავად უნდა იცოდნენ რა დაახვედრონ ადამიანს, როდესაც გარკვეულ სერვისს თავაზობენ, მაგრამ ხშირად ჩვენ ვიცით, რომ არის ინფორმაციის ნაკლებობა, კვალიფიკაციის ნაკლებობა, ამიტომ მოქალაქეები უნდა იყვნენ ძალიან აქტიურები. ზუსტად მოითხოვონ ის, აი მაგალითისთვის კიდე ერთი მაგალითი გამახსენდა პირობითად
შეზღუდულში სადაც ქონე ადამიანს, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, თქვათ, პოლიციელს, იმისთვის, რომ გაიხსნას რაღაც დიდი დანაშაული, არ შეუძლია ეს ინფორმაცია გადასცეს ოთახში, სადაც ბევრი ადამიანია. იმიტომ რომ მისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემო არის ისეთი იზოლირებული ადგილი, სადაც მაგალითად თვითონ ეს მეორე ადამიანი და კიდევ ერთი შესაძლებელია მისი მხარდამჭერი იყოს. დღეს თუ ადამიანების გამოკითხვა ხდება პოლიციის შენობებში, მაგალითად ძირითად შესასვლელებში, სადაც 10, 15, 20 თანამშრომელი დის, რა გამოდის, ესე იგი მე შემიძლია მოვითხოვო, რომ თუ შეიძლება უფრო პრივატული ცალკე ოთახი გამოყავით, სადაც დაგელაპარაკები. ან უფრო მეტიც, თუ ბავშვს ეხება საქმე, პროცედურული მისადაგება შეიძლება იმასაც გულისხმობდეს, რომ მშობელმა უთხრას, ჩემი შვილი ვერ მოვა პოლიციაში, თქვენ მობრძანით ჩვენთან სახლში. და ეს იყოს ახსნილი იმით, რომ ამ ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარეობს და მისი სტრესისგან თავის არიდების მიზანი აქვს ეს ერთი, ან მეორე, უბრალოდ თუ ამ პროცედურულ მისადაგებას არ გამოიყენებ, იმ ინფორმაციას, რომელიც ძალიან სასარგებლოა და ბავშვი ფლობს, ვერ მიიღებ. ამიტომ ყველას ინტერესია ამ მისადაგებების გამოყენება და არა მხოლოდ შემოპირის. მათ შორის კეთილსინდისიერი მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი თუ ციხის ადმინისტრაცია ყველას ინტერესშია, რომ მიაწოდოს ყველა საჭირო მომსახურება, შეცვალოს ინფრასტრუქტურა თუ ნებისმიერი რამ, რაც ხდება მისი სამსახურის შიგნით, იმგვარად, რომ ადამიანებმა ბოლომდე გამოისარგებლონ მათი უფლებებით. ასე რომ მათ გასაგონათაც თქვათ, რომ ეს მნიშვნელოვანია. თუ ეხლა ვნახეთ, რომ არ ცვლიან, არ აკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნას. მე კი ვიცით, რომ ეს შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს. როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო პირს, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, რომ კონვენცია და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა მარტო სახელმწიფოს არ უწესებს ვალდებულებებს, უწესებს კერძო პირებს. ან მაგალითად, კერძო სკოლა არის ვალდებული გონივრული მისადაგება გამოიყენოს? არის. მაგალითად, არ ვიცი, ნებისმიერი კერძო, მაგალითად, ჩემი ორგანიზაცია. მოდიხართ ჩვენთან და გინდათ კონსულტაციის მიღება. ჩვენ ვართ თუ არა ვალდებული ინდივიდუალური საჭიროებები გავითვალისწინოთ, რაღაც შევცვალოთ ჩვენს გარემოში, ჩვენს მომსახურებაში, ჩვენს ლაპარაკში, იმისთვის რომ თქვენ თავი იგრძნოთ სრულფასოვნად და რაც თავარია ჩვენ შორის შედგეს კონტაქტი როგორც ადვოკატსა და კლიენტ შორის. მეც ვარ ვალდებული, მეც ვარ შებოჭილი ამ ვალდებულებებით. და მით უმეტეს მე თუ სასამართლოს წარმოვადგენ, მე თუ სახელმწიფოს წარმოვადგენ, პრაქტიკულად ეს გარანტირებულიც კი უნდა იყოს მოთხოვნის გარეშე. თუ ამას ვინმე არ აკეთებს, ეს არის დისკრიმინაცია შიშემოპირის მიმართ და ჩვენ ვიცით სასამართლოს გზა, როდესაც ადამიანები სასამართლოს გავლით ითხოვენ იგივეს, რაზეც მანამდე უარს ეუბნებიან. უღრმესი მადლობა ანა, ძალიან საინტერესო ჩართვისთვის, მიფიქრობ, რომ იყო მე მესმის რომ ცოტა რთული ახლა დღეს ცოტა რთული სამართლებრივი ამბები შემოვიტანეთ, მაგრამ ძალიან მარტივია ამავდროულად ყველა მიცის რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ პირობები იყოს ის, რაც მის შვილს, მის მეგობარს თავად მას ჭირდება. უბრალოდ ეხლა მთელი რაც მინდა რომ ამ ჩვენი ჩართვენ გაიგონ, ერთადერთია რომ რასაც გრძნობთ, რომ ჭირდებათ იმისთვის, რომ უფლება განახორციელოს, უბრალოდ გააქვს უფლება რომ მოითხოვო. და მოითხოვე. მხოლოდ ეს თუ მოვახერხეთ, რომ ადამიანებს უთხარით, ეს არის მთავარი გზავნილი. ბატონო, ჩვენ ჩართვებზე ხშირად გვეკითხებიან, რომ დაიდება თუ არა ჩანაწერი და დაიდება, ამიტომ ვინც თავიდან ვერ უყურეთ და ცოტა გვიან შემოგვიერთდით, შეგიძლიათ მოგვიანებით ნახოთ და მე არ გამოვრიცხავ იმას, ხშირად ხდება, რომ ამ ჩართვების პირდაპირ ეთერში ნაკლებად შემოდის კითხვები და მე არის ხოლმე ასეთ კომენტარები ან შეკითხვებით მოგმართავენ და სიამოვნებით გადმოვამისამართებ თქვენთან. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ჩვენთან თანამშრომლობისთვის. კიდევ ერთი ძალიან ინფორმატიული ვიდეო ჩართვა დაემატა ჩვენს ვიდეო თეკას. ძალიან მიხარია მთელი გუნდის სახელით გიხდით მადლობას. მადლობა თქვენთან და ძალიან დიდი მადლობა ჩვენი მოწვევისთვის კიდევ ერთხელ და
ვინც გვიყურებდა, მათ დიდი მადლობა. და რა თქმა უნდა, ჩანაწერის მერე კითხვები თუ გაჩნდა, ჩვენ როგორც ყოველთვის საკონტაქტოც შეგიძლიათ რომ მისცეთ. კი ბატონო, მადლობა ამისთვის. მშვიდობებით, ყველას მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. კარგად იყავით, ნახვამდის.